ჯონ ბევირი. გაამრავლე ღვთისგან ბოძებული პოტენციალი. თავი მე-14. აღმოაჩინეთ და განავითარეთ თქვენი ნიჭი. ახლა მიუბრუნდებით ღვთისგან ბოძებული ნიჭების აღმოჩენისა და განვითარების საკითხს. როგორც უკვე განვაცხადე, ჩემი მიზანი არ არის ბუნებრივი ნიჭებისა და უნარების განვითარებაზე მსჯელობა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკმარისი ვარჯიშის პირობებში სასურველ ნიჭში დახელოვნდეს. ჩემს ოჯახს შეუძლია იკამათოს, როცა საქმე სიმღერას ექნება და მართლაც აღმოჩნდეს ამაში, მაგრამ მინდა რეალური ცხოვრებისეული მაგალითი მოგიყვანოთ. მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრაში 10,000 საათი რომ ვივარჯიშო, საშინელი მუსიკოსიდან ასატანი მუსიკოსის დონემდე ავალ. დრო და მონდომება ფორტეპიანოზე ან გიტარაზე დაკვრას სასიამოვნო მოსასმენს გახდის, მაგრამ მთელი ამ კონცენტრირებული პრაქტიკის მიუხედავად, ჩემს ნიჭს მაინც ვერ უწოდებთ ქარიზმას, რომელიც ჩემს მოწოდებას ღვთის სამეფოს მშენებლობის საქმეში გამოსაყენებლად აღძრავს. ღვთის ჩართულობა. ამ თავის პირველ ნაწილში ყურადღებას გავამახვილებთ პავლეს სიტყვებზე, ყველამ დაკვირვებით გამოსცადოს ვინ არის და რა საქმე მიეცა. არ არსებობს თქვენი მოწოდებისა და თანხლები ნიჭების აღმოსაჩენი ფორმულა. მართალია, უამრავი რესურსი არსებობს თქვენთვის განკუთვნილი უნარების მოსაძიებლად, მაგრამ საქმე მარადიული ზეგავლენის მოხდენაზე რომ მიდგება, იოლად ვერ გახვალთ შემოქმედის დახმარების გარეშე თქვენი მოწოდებისა და ქარიზმის აღმოჩენის საქმეში. ზოგჯერ ღვთის უშუალო ჩარევა აადვილებს ნიჭების პოვნას, მაგალითად როგორც მე მითხრა წერის შესახებ. ჩემით არასოდეს შევეცდებოდი წიგნის დაწერა 1991 წლის იმ ზაფხულის ღამეს ღვთისგან სიტყვა რომ არ მიმეღო. ვერანაირი წიგნი ან სახელმძღვანელო წერის აუცილებლობაში ვერ დამარწმუნებდა და ამ საქმიანობით არასოდეს დავინტერესდებოდი. სხვა მაგალითის სახით მეფე დავითის ამბავს მოვიყვან, რომელიც ვერასოდეს იოცნებებდა მეომრობაზე, დათვისა და ლომისგან ცხრის ფარის დაცვა რომ არ დასჭირვებოდა. საკმაო ვარჯიშის შემდეგ ისეთი ადამიანის პოვნის საკითხი დადგა, რომელიც ისრაელს ფილისტიმელებისაგან დაიხსნიდა. დავითისთვის ადრინდელი საშიში მხეცები აღმავალი საფეხური იყო გულიათის დამარცხების საქმეში, რომელსაც ისრაელიერი დაემალა. ღმერთმა დავითს მისი ნიჭის აღმოჩენის საშუალება მისცა ირგვლივ არსებული საჭიროებების გათვალისწინებით. თუ გედეონს გავიხსენებთ, ის უფრო მე მგავდა. ღვთის რამდენიმე მოწმობა დასჭირდა ცხრის ტყავის გამოყენებით, რომ ის მეომრობაში დაერწმუნებინა. მოდი საწყის მდგომარეობას დავუბრუნდეთ. მნიშვნელოვანია ღვთის ჩართვის ძიება და მისი რწმენა თქვენი ხარიზმის აღმოჩენის საქმეში. წმინდა წერილი აცხადებს, რომ ღმერთი ისეთ ადამიანს აჯილდოვებს, ვინც მას გულმოდგინედ და რწმენით ეძებს. ბიბლია არ ამბობს, რომ ღმერთი აჯილდოვებს დროდადრო ცნობის მოყარეობით ამოქმედებულ მაძიებლებს და დაეჭვებულებს. ებრაელთა მიმართ წერილის მე-11 თავის მე-6 მუხლის ავტორისეული პარაფრაზი. ასევე იესო გვეუბნება: ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ, ვინაიდან ყოველი ვინც ითხოვს ღებულობს, ვინც ეძიებს პოულობს და ვინც აკაკუნებს გაეღება. მათეს სახარების მე-7 თავის მე-7 მერვე მუხლები. ქარიზმის მოძიების დაუძლეველი სურვილი უნდა გქონდეს. იმედი მაქვს, რომ ეს წიგნი თქვენში მწველ სურვილს აღანთებს, რომ აღმოაჩინოთ და ჩაერთოთ მის გამოყენებაში. ასეთი სწრაფვა დაგიცავთ გულგრილი თხოვნის ძიებისა და კაკუნისგან და უფრო მეტად დაჟინებული იქნებით, როგორც იესო ზემოთ აღწერს. ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი გემალებათ. მას სურს, რომ თქვენში იმის მოშურნეობა გააღვიძოს, რასაც ითხოვთ. უფროსკლასელი რომ ვიყავი, ძლიერი ტელესკოპი მინდოდა. ასტრონომია მიყვარდა და ღამის ცის დაკვირვებას ვაპირებდი. კარგი ტელესკოპისათვის საჭირო თანხა ჩემს შესაძლებლობას აღემატებოდა, მაგრამ ასტრონომიის შესახებ წიგნებისა და ჟურნალების კითხვას ვაგრძელებდი. ბიბლიოთეკიდან ერთდროულად 4 თუ 5 ცალი გამომქონდა. თავისუფალ დროს გადავიკითხავდი, ზოგჯერ განმეორებითაც კი და ვაბრუნებდი. კითხვამ ტელესკოპის შეძენის დაუოკებელი სურვილი განმევითარა. საბოლოოდ ამ წყურვილმა უჩვეულო იდეების მოგონებისკენ მიბიძგა, თუ როგორ უნდა მეშოვა ფული ჩემი საოცნებო ხელსაწყოს საყიდლად. ცურვისა და რაკეტ კლუბში ჩოგბურთის ინსტრუქტორი ვიყავი და გაკვეთილებს მხოლოდ ზაფხულის არდადეგების დროს ვატარებდი. რაღაც ისეთი გავაკეთე, რაც ჩვენს კლუბში არასოდეს მომხდარა. კლუბის საბჭოს თანხმობით შევადგინე სკოლის შემდეგ კერძო გაკვეთილების ჩატარების გეგმა შემოდგომის სეზონზე. თუ ეს იმუშავებდა, ტელესკოპის საყიდლად საკმარისი თანხის გამომუშავებას შევძლებდი. ყველაფერი გამოვიდა. დამერწმუნეთ, ამ ტელესკოპს ნამდვილად ვაფასებდი. ვიღაცას უბრალოდ რომ ეჩუქებინა, სანამ ჩემი სურვილი ასე გამძაფრდებოდა, აღფრთოვანების გრძნობის გავლის შემდეგ მალე მივივიწყებდი. ღმერთს ყველაფერი კარგად ესმის. იგი არ იმალება. მას სურს, რომ ვაფასებდეთ ნიჭებს, რომლებსაც მისი ერის აღსაშენებლად გვაძლევს. თქვენი მოწადინება იმ წინააღმდეგობებზე ძლიერი უნდა იყოს, რასაც ოცნების აღსრულებისას შეხვდებით. ამრიგად მიეცით ოცნებას ზრდის საშუალება და სპონტანურობა შეგინარჩუნებთ თქვენი ქარიზმისა და ნიჭების გულმოდგინედ ძიების უნარს. გარდა ამისა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს ღვთისგან პასუხის მიღების ერთი ნიმუში. ეს თითოეული შვილისათვის განსხვავებულია.
საგონებელში მაგდებს, რომ განუწყვეტლივ ლაპარაკობთ იესოსთან პირადი ურთიერთობის ქონაზე, თუმცა როცა საქმე ქარიზმასა და ნიჭების გასაგებად ღვთის მოსმენაზე მიდგება, მაშინვე გამზადებულ ფორმულას ვითხოვთ. ღმერთს სურს, რომ ეს პირადული იყოს, მას სურს, რომ ეს განსაკუთრებულ მომენტად დატოვოს თქვენსა და მას შორის. იგი თითეული ძვირფასი შვილის ლოცვას მაშინვე არ პასუხობს. სწორედ ამიტომ გვარიგებს იესო, რომ გავაგრძელოთ თხოვნა, ძიება და კაკუნი. ეს მისი ნების ძიებაა, რომელიც ჩვენთვის ძალიან კარგია. ძიებისას საკუთარ თავს და სხვებს კითხვები უნდა დავუსვათ. ეს ყველაფერი პროცესის ნაწილია. ჩვენ არ ვეძებთ ადამიანურ სიბრძნეს, არამედ ღვთის ხმას ვისმენთ იმ ადამიანთა ხმებს შორის, რომლებიც გველაპარაკებიან. მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ვის დაველაპარაკოთ. ისეთები უნდა ვიპოვოთ, ვინც გაგვამხნევებს, მაგრამ სიმართლის თქმისაც არ შეეშინდება. ვისურვებდი იმის თქმა შემეძლოს, რომ ასეთები მრავლად არიან, მაგრამ ასე არ არის. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც რჩევის კითხვის შემთხვევაში მხოლოდ იმას მეტყვიან, რის მოსმენაც მე სიამოვნება. არიან სხვა პესიმისტები, კრიტიკოსები და თითქმის ყველაფერზე ნეგატიურად მოფიქრალნი, რომელთაც ხედვა აკლიათ. ორივე კატეგორიის ხალხს ერიდეთ. იპოვეთ ადამიანი, რომელსაც რწმენა აქვს და ამასთან სულიერად მომწიფებული და გონიერია. იპოვეთ მამა ან დედა რწმენაში, ამ ბრძენი ადამიანი, რომელსაც თქვენზე მეტი გზა აქვს გავლილი, შეცდომები დაუშვია და იქიდან უსწავლია. მნიშვნელოვანია, რომ ვისაც თქვენ ენდობით, არ იყოს უხეში ან ცინიკური, რადგან საეჭვო და უნდობ დამოკიდებულებას ხშირად ისეთი ადამიანები წაახალისებენ, რომლებიც გულში წყენას მალავენ. მოძებნეთ პიროვნება, რომელიც სწრაფად პატიობს, ვინც დამყაყებულ რელიგიაში არ ჩარჩენილა, არამედ წინ მიიწევს დროსა და ღვთის სულის ცოცხალ მოძრაობაში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი საგნებს მარადიულობის თვალსაზრისით ხედავდეს. როცა ასეთ პიროვნებას იპოვით, ყველაფერი გააკეთეთ, რომ შეინარჩუნოთ და გაუფრთხილდეთ მასთან ურთიერთობას. ბევრია, ვინც ამ ქვეყნიერებისგან ბრძენია, მაგრამ მარადიული ხედვის ნაკლებობას განიცდის. მათი რჩევის მიღება მხოლოდ გარკვეულ დონემდე შეიძლება. სიფრთხილე გამოიჩინეთ ამ ადამიანების მოსმენისას და მათი დარიგება ღვთის სიტყვისა და ლოცვის მეშვეობით გაფილტრეთ. მშობლებს, მეუღლეს და პასტორებს თქვენთვის საუკეთესო სურთ და როგორც წესი გონივრულ რჩევებს იძლევიან, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობენ. ახალგაზრდობის მსახურების შესახებ ჩემი ოცნებები მამაჩემს გავუზიარე. მისი თაობა ყველაფრის უსაფრთხო გზით კეთების მომხრე იყო, რაც სისუსტეს ნიშნავს, როცა საქმე რწმენით ცხოვრებას ეხება. მამაჩემმა მითხრა, შვილო ეს გზა უსაფრთხო არ არის. მან ინჟინრობა მირჩია, რადგან მათემატიკასა და სხვა ზუსტ მეცნიერებებში კარგად ვერკვეოდი. თავად ისიც ინჟინერი გახლდათ 40 წლის განმავლობაში. ეს კარიერის უსაფრთხო არჩევანი იყო. ვერც კი გავაცნობიერე, რომ მოვაწერე ხელი კოლეჯის 6 წლიან ვაივაგლახს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საგნებში ნიჭიერი ვიყავი, მაინც საცოდავად უთვლიდი თავს, რადგან ეს არ იყო ღვთიური მოწოდება ჩემი ცხოვრებისთვის. ჩემი როგორც ინჟინრის პირველი სამუშაო იყო IBM-ისთვის მუშაობა. ერთ დღეს ჩემმა უფროსმა კაბინეტში მომიხმო და მითხრა: "ბევირ, რას აკეთებ ინჟინრობაში? შენ ხომ სოციალური ადამიანი ხარ. ისეთ ადგილას უნდა მუშაობდე, სადაც ხალხთან ურთიერთობა გექნება." ცნობილ მსახურებსაც არაერთხელ გავუყვანივარ განძზე სხვადასხვა შეკრებების დროს და უთქვამთ, შვილო ღვთის მოწოდებას ვხედავ შენში, რომ სახარება იქადაგო. ღმერთი ლოცვის დროს განმარტოებისას გამუდმებით მიმართავდა ჩემს გულს მსახურებისკენ, მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა ამასთან საერთო მქონოდა. ბევრი მსახური, რომელსაც კი ოდესმე შევხვედრი ვარ, უცნაური მეჩვენებოდა. თუმცა ჩემი გული ჩვენი შემოქმედისადმი მგრძნობიარე იყო. სანამ გადარჩენას მივიღებდი, ერთი კვირით კათოლიკურ სემინარს ვესწრებოდი და მაშინ ვიგრძენი, რომ ღვთის მსახურებისთვის ვარ მოწოდებული. ამაზრმა დამაფრთხო, რადგან კათოლიკე მღვდლის რანგში ვერასოდეს ვიქორწინებდი. დრო გადიოდა და გამუდმებით ვიღებდი დამოწმებებს, რაც დამეხმარა, რომ მამაჩემის რჩევა ბოლოს და ბოლოს გვერდზე გადამეტო. მას იმდენად ვცემდი პატივს, რამდენადაც ღმერთს ეამებოდა, მაგრამ სტუდენტობიდანვე ვიცოდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მუშაობის დროსაც იგივე განცდა მქონდა. იმის გამო, რომ გამუდმებით ვითხოვდი და ღვთიურ მიმართულებას ვეძებდი, მან არ დაუშვა, რომ გზა ამრეოდა, თუმდაც ჩემი კეთილის მყოფელი მამის მიერ და თავისი ნება უხვად გამიცხადა. წელიწადნახევრიანი ძიების შემდეგ ეს ჩემთვისაც ნათელი გახდა და გულში მწველი სურვილი ამენთო. ინჟინრის დიპლომის მისაღები გზის 3/4 უკვე გავლილი მქონდა. გადავწყვიტე სწავლა დამემთავრებინა და ამის შემდეგ მსახურებას შევდგომოდი. ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან ისეთ სტრატეგიებს შევისწავლიდი, რომელთაც ბიბლიის სკოლა ვერ მომცემდა. ღმერთი ჩვენს საწვრთნელად ყოველგვარ გამოცდილებას გამოიყენებს. ჩვენი ნიჭის აღმოჩენის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ჯანსაღ ადგილობრივ ეკლესიაში დანერგვა. წერილი ამბობს: უფლის სახში დარგულნი ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან. ფსალმუნი 92, მე-13 მუხლი. თუ ბამბის თესლს დათესავთ, გოგრა არ ამოვა. ნიადაგი ჯანსაღი ადგილობრივი ეკლესია გახლავთ და თუ მიძღვნილი ხართ, თქვენი ღვთიბოძებული ნიჭი იქ აღმოცენდება.
მნიშვნელობა არ აქვს ვაჭრობაში ხართ მოწოდებული, განათლების სფეროში, მთავრობაში, სპორტში თუ სხვა რომელიმე მიმართულებით. იქ აუცილებლად აყვავდებით. ასეთია ღვთის ჩანაფიქრი. კითხვები, რომლებიც საკუთარ თავსა და მეგობრებს უნდა დაუსვათ. მოდი ჩვენი ყურადღება იმ კითხვებისკენ მივმართოთ, რომლებიც საკუთარ თავსა და ბრძენ მეგობრებს უნდა დავუსვათ. სწორი ადამიანებისათვის დასმული სწორი კითხვები გააღვიძებს იმ ნიჭების ამოცნობას, რის საკეთებლათაც მოწოდებული ხართ. აი რამდენიმე მაგალითი. რა გამოგდით ბუნებრივად ყველაზე კარგად? ეს კარგი დასაწყისია. შესაძლოა თქვენი ნიჭია რიცხვებთან მუშაობა, წინადადებების სათანადოდ შედგენა, საგნების აგება, ვიდეო მოთხრობების შექმნა, ტანსაცმლის დიზაინი ან ღონისძიებების ორგანიზება. შესაძლოა ბუნებრივი სპორტული მონაცემები გაქვთ, სხვადასხვა სურნელების გასარჩევი ყნოსვა ან დეტალებზე ორიენტირებული თვალი. რაც არ უნდა იყოს, დაადგინეთ თქვენი ძლიერი მხარეები. თუ სწორი ტონალობის დაჭერა შეგიძლიათ და ხალხის ღვთის თანდასწრებაში შეყვანის სურვილი გაქვთ, შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ თაყვანისცემის ან სხვა რაიმე სახის მუსიკალურ მსახურებაში ხართ მოწოდებული. იგივე შეიძლება ითქვას, თუ ადამიანის სხეულის აგებულობა გაინტერესებთ და მედიცინა გიტაცებთ. ნამდვილად უნდა ჰკითხოთ ღმერთს ჯანმრთელობის დაცვის საქმეში ხომ არ მოგიწოდათ. ჩამონათვალი უსასრულოა. თუმცა ეს მინიშნებები საბოლოო სიტყვად არ უნდა იქცეს. მე ჩოგბურთის ძალიან კარგი მოთამაშე ვიყავი და NCAA პირველი დივიზიონის სკოლის გუნდით დავიწყე. შემდეგ USTA წრიულსა და დევისის იუნიორსა თასზე ვითამაშე. როგორც უკვე აღვნიშნე, პროფესიონალურ ჩოგბურთს 3 წლის განმავლობაში ვასწავლიდი და დასავლეთ ვირჯინიის შტატის საშუალო სკოლის ჩოგბურთის ტურნირი მოვიგე. მიუხედავად ამისა, ვიცოდი, რომ პროფესიონალური ჩოგბურთი ჩემი მოწოდება არ იყო. მეორე მხრივ, მყავდა მეგობარი სახელად აარონ ბადლი, რომელიც გამორჩეული გოლფის მოთამაშე გახდა და PGA ტურნირშიც მონაწილეობდა. თუმცა 2004 წელს, ტურნირის მეორე წელს, გაუჭირდა. ძლივს მოახერხა 2005-ში დაბრუნება, რადგან რეიტინგულ სიაში 124 ადგილით დაასრულა. ამ რთული წლის ბოლოს, როცა ჯერ კიდევ ტურნირში მონაწილეობდა, ჩვენთან დარჩა სახლში და სამწუხაროდ ტურნირიდან გამოვარდა არასაკმარისი ქულების გამო. ლას-ვეგასში კონფერენციაზე მსახურებისათვის უნდა ჩავსულიყავი. ხო და ორივე იქ გავფრინდით. იმ მსახურებაზე ღმერთი 4-ჯერ დაელაპარაკა მის გულს. მსახურებისთვის არ მოგიწოდე. გოლფი მინდა ითამაშო. აარონი ყოყმანობდა და არ უნდოდა გოლფისათვის თავი გადაედო, რადგან ჩემსავით მსახურება სურდა. მოგზაურობა, კონფერენციებსა და ეკლესიებში ქადაგება ნაწილობრივ და ასევე გოლფის თამაშიც. იმ საღამოს მტკიცედ გადაწყვიტა, რომ თავს სრულიად მიუძღვნიდა ამ მოწოდებას და ნიჭს. რამდენიმე წელში უკვე მე-16 მოთამაშედ იყო დასახელებული მსოფლიო გოლფის რეიტინგში და საბოლოოდ PGA-ის ავსტრალიის ოსტატთა ტურნირიც მოიგო. იგი 15 წელი აქტიურად მონაწილეობდა შეჯიბრებებში და ახლაც ასე აგრძელებს. მისი გავლენა გაიზარდა და მსახურებისა და სახარების გაზიარების უამრავი შესაძლებლობა მიეცა იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეკლესიის კარი არასოდეს შეუღიათ. მეგობარი პასტორი მყავს, ელი, რომლის ეკლესიაშიც ერთ კაცს ბიბლიის სწავლება ძალიან უყვარდა და კარგათაც გამოსდიოდა. მას სურდა მასწავლებელი მწყემსი ყოფილიყო. მას ასევე ჰქონდა მანქანების შეკეთების უნიკალური ნიჭი. ამ პიროვნებას სხვა ქალაქში ერთი დიდი ეკლესიის მასწავლებელ პასტორის ადგილი შესთავაზეს. მან პასტორი ელი სადილად დაპატიჟა, რომ ეს ახალი ამბავი ეცნობებინა. ელი ბრძენი კაცია და მას ასე უთხრა: შენთვის რომ ვლოცულობ, არ მგონია რომ ღმერთმა ბიბლიის სრული დროის სწავლებისთვის მოგიწოდა. ავტომობილების შეკეთების გამორჩეული ნიჭი გაქვს. იმ ადამიანმა არ მოусმინა პასტორის რჩევას და შემოთავაზებული ადგილი დაიკავა სხვა ქალაქში. 1 წლის შემდეგ კაცის საცოდავი სანახავი იყო. მასწავლებლის ადგილი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ ეკავა, მისი ქორწინება დაღმავალი გზით მიექანებოდა და ფინანსური პრობლემებით შეექმნა. ერთ კვირა დღეს ეკლესიაში ღმერთი დაელაპარაკა. არასდროს მინდოდა რომ პასტორი ყოფილიყავი, არამედ მექანიკოსი, რომელიც ბიბლიას ასწავლიდა ადგილობრივ ეკლესიაში. ის კაცი პასტორელთან დაბრუნდა. მოინანია რომ მის რჩევას არ მოусმინა და მშობლიურ ეკლესიას მიუბრუნდა. ახლა ის მანქანების შეკეთებაზე გადაერთო. ერთ საღამოს ღმერთმა იმ პიროვნებას იდეა მიაწოდა, რომ კომპიუტერი მანქანისთვის შეერთებინა პრობლემის აღმოსაჩენად. მას მეგობარი ჰყავდა, რომელსაც კომპიუტერების საქმე კარგად ესმოდა და ორივე შეუდგა დიაგნოსტიკის მოწყობილობის შექმნას. ისე მოხდა, რომ მოწყობილობას მანქანის გაუმართავობის პოვნა ჩვეულებრივ მეთოდებზე 4-ჯერ სწრაფად შეუძლია. გარკვეული დროის შემდეგ მან ავტოგასამართის სადგურები მთელ ჩრდილოეთ კაროლინაში გახსნა თავისი უნიკალური გამოგონების გამოსაყენებლად. მოგვიანებით იგი პასტორელთან მივიდა და უთხრა: მე მართლაც მანქანების საკეთებლად ვარ მოწოდებული. რა გავსებთ ენერგიით? ერთ დღეს ჩემმა თანაშემწემ, ჩემი ჩვეულებრივი სამუშაო კვირის განმავლობაში ენერგიის დონის ჩანაწერის გაკეთება მთხოვა. მან შეფასების ასეთი შკალა შექმნა. ის საქმე, რომელიც ენერგიას მაცლიდა, -2 ქულით შეფასდა. ის, რომელიც მცირე ძალისხმევას მოითხოვდა, -1 ქულით.
თუ რომელიმე საქმიანობა ენერგიას მატებდა, +1 ქულა მიეკუთვნებოდა, ხოლო ენერგიით ძლიერად დამუხტავი +2 ქულით ფასდებოდა. საკეთებელი საქმეები სხვადასხვაგვარი იყო. ადმინისტრაციის შეკრებები, მოგზაურობა, დოკუმენტების წარმოება, მგზავრობისთვის ჩალაგება და სხვა ამგვარი, რომლებიც 2 და 1 ქულებით შეფასდა. რამდენიმეს +1 ქულა მივაკუთვნეთ, მაგრამ +2 მხოლოდ 2 საქმე მოიპოვა, რომლებიც გულწრფელად შევაფასე. ეს გახლავთ ლაპარაკი და წერა. თავადაც გაკვირვებული დავრჩი ამ შედეგით. როცა მონაცემებს ჩავუღრმავდი, გავაცნობიერე, რომ წერის დროს სრულიად ვკარგავ დროის შეგრძნებას. დროდადრო წერას დილა ადრიან ვიწყებ და ვერც კი ვხვდები, როგორ მოდის შუადღე. როგორც წესი, გონებრივად დაღლილი ვარ, მაგრამ შინაგანი ენერგიით ვივსები. იგივე ხდება ქადაგების დროსაც. წარსულში, როცა დროში შეზღუდული არ ვიყავი, ხშირად 2 საათზე მეც ვქადაგებდი. ჩემთვის ეს დრო 30 წუთივით გაირბენდა, მაგრამ არ ვიცი, რას ფიქრობდა ჩემი მსმენელი. ჩემს კრეატიულ შვილს ალექს დავკვირვები ვარ, როცა საათობით მუშაობდა ინოვაციურ პროექტებზე ისე, რომ დროის შეგრძნება სრულიად კარგავდა. იგი წარმატებულია ჩვენს შემოქმედებით განყოფილებაში. ლიზა ქალებთან საათობით ლაპარაკობს შეხვედრების შემდეგ და სრულიად არაცნობიერებს რა დრო გადის. იგი ენერგიით იმუხტება საუბრებით, როცა ვინმეზე ზრუნავს ან აშენებს. ალბერტ აინშტაინი ზოგჯერ საათობით მუშაობდა, როცა ფიზიკურად გადაიღლებოდა, სკამზე ჯდებოდა ლითონის ლანგარით ხელში, რომელიც მუხლებზე ედო. როგორც კი ღრმა ძილს მიეცემოდა, ლანგარი ხელიდან უცურდებოდა და იატაკზე ვარდებოდა. ლითონის დაცემის ხმაზე იგი იღვიძებდა და ისევ მუშაობას განაგრძობდა. ეს მოწოდების განსაზღვრის საკმაოდ ადვილი ხერხია. თქვენი ნამდვილი მოწოდება ენერგიით გავსებთ მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი შეზღუდვები გონებრივად და ფიზიკურად გყლით. ვინც თავისი ნამდვილი მოწოდება აღმოაჩინა, საათობით ვარჯიშს, კონკურენციას ან შრომას არაფრად აგდებს და წუთებად ეჩვენება. კითხეთ საკუთარ თავს, რა მოხტავს ენერგიით და მასში ჩართულს, რა მავიწყებინებს დროის შეგრძნებას. თქვენი პასუხი კარგი მინიშნება იქნება ნიჭის აღმოსაჩენად. რა გიზიდავთ? რა იწვევს თქვენს ინტერესს? რა გაგრძნობინებთ გამოცოცხლებას? სავსეა თუ არა თქვენი გული, როცა მღერით? მღერით თუ არა მაშინ, როცა სხვა არავინ მღერის? სიმღერა დიდი შრომის ფასად მიჯდება და ეს მალე მღლის. ეს არ გახლავთ ჩემი ნიჭი. არ შეიძლება ოთახში ვიჯდე და სხვებისთვის მუსიკა ვწერო. ეს საქმე არ მაინტერესებს, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც უყვართ ის. რა ჟურნალები გაინტერესებთ? YouTube-ის რომელ ვიდეოებს უყურებთ ყველაზე ხშირად? რა იპყრობს თქვენს ყურადღებას Pinterest-ზე? რა საგნები გიყვართ სკოლაში? რა შინაარსის წიგნები გიზიდავთ უფრო მეტად, როცა თაროებს ჩაუვლით? აი მნიშვნელოვანი კითხვა. რას გააკეთებდით სიამოვნებით, თუ მასში არაფერს გადაგიხდიდნენ? პროფესიონალ სპორტსმენთა უმეტესობა მაშინაც კი გაყვებოდა თავის საყვარელ სახეობას, თუ საქმეში არაფერს გადაუხდიდნენ. მამაჩემი დამისვამდა ხოლმე შაბათ-დილას და მიყვებოდა როგორ მუშაობს ორთქლის ძრავი ან სხვა რომელიმე მანქანა. მახსოვს ერთ შაბათ-დილას საათზე მეთხანს მიხსნიდა ბოილერის მუშაობის პრინციპს. ეს ისე მბეზრდებოდა, რომ ტირილამდე მივდიოდი. მაშინაც უნდა მიმხვდარიყავი, რომ ჩემი საქმე არ იყო. მამა ძალიან მიყვარდა და არასდროს მიგრძნობინებია რაოდენ მძულდა ეს გაკვეთილები. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი, რომ ფინანსური სტაბილურობის გამო ინჟინრის სპეციალობა ავირჩიე. არ დაუშვათ იგივე შეცდომა. რამდენი ადამიანია საცოდავ მდგომარეობაში იმის გამო, რომ სამუშაოს ერთი მიზეზით ანაზღაურების მიღებისთვის ასრულებენ. როგორც ადრე ვახსენე, ჩემი პასტორის ცოლმა მითხრა, რომ საკმარისი სახსრები არ ქონდა ჩვენთვის შესაფერისი ანაზღაურებისთვის. ისვე უპასუხე, რა თქმა უნდა გააქვთ. მე მცირე ხელფასზეც კი თანახმა ვიყავი, რადგან ამ ტიპის მსახურება მიზიდავდა. როცა ჩემ საქმეს ვაკეთებდი, პასტორისა და მისი სტუმრების კვირაში 70 საათიანი მომსახურება არაფრად მიმაჩნდა. რამდენჯერ მithქვამს ლიზასთვის, რომ აქეთ გადავუხდიდი ჩემს პასტორებს მათი მომსახურებისათვის ხელფასის მიღების ნაცვლად. ოყმანობდი ამის დაწერისას, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ნათქვამი ტრაბახში ჩამითვალოთ და მაინც იმედი მაქვს დაიჯერებთ, რომ ჩემი მთავარი მოტივი იყო ის, რომ მათ გამოვდგომოდი. როცა მე და ლიზამ საკუთარი მსახურება დავიწყეთ, გადავწყვიტეთ, რომ საავტორო ჰონორარი Messenger International-ის ფონდში შეგვეტანა. ახლა 20-ზე მეტი წიგნი მაქვს დაწერილი და თითოეულის წერისა და რედაქტირებისას საშუალოდ 400-დან 450 საათამდე მოვუნდი. ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის 9000 საათი წერას შევწირე. ეს იგივეა, რომ 3 წელი წეროთ დღეში 8 საათის განმავლობაში უქმეების ჩათვლით. არსებითად იმ 3 წლის განმავლობაში არაფერს მიხდიდნენ. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ წერა ჩემი ნიჭია, რომელიც ჩემს მოწოდებას უფრო ამდიდრებს. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნის შემთხვევაში ისევ ამ საქმის კეთებას ვარჩევდი ინჟინრის $200,000-იან წლიურ ხელფასს და ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. სწორედ ამიტომ წერს პავლე მოციქული, რადგან თუნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუნების საწინააღმდეგოდ სახმმართველობა მაქვს მონდობილი. მაშ რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა სახარებას ვქადაგებ, უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს
და არ ვიყენებ ჩემს ძალაუფლებას სახარებაში. 1 კორინთელთა მე-9 თავის მე-17-18 მუხლები. ვინ გიზიდავს? თქვენი მოწოდებისა და ნიჭების ამოცნობაში იმის გააზრებას დაგეხმარებათ, თუ ვინ გიზიდავთ. გარკვეული ადამიანები თქვენში ნიჭებს აღძრავენ. იპოვეთ თქვენი ახლობელი ადამიანები, ისინი რომლებიც ანალოგიურ ნიჭსა და მოწოდებას ფლობენ. მათ ესმით თქვენი. მიყვარს სხვა მსახურებთან ერთად ყოფნა და მსახურების თავგადასავლებსა და გამოწვევებზე და რა თქმა უნდა ღვთის სიტყვაზე ლაპარაკი. ასევე მიყვარს მწყემსებსა და ბიზნესმენებთან საუბარი. ეს ჩემი ცხოვრების ორი ძლიერი მხარეა. მსახურების ორგანიზაციის გაძღვლას ბევრი საერთო აქვს საბაზრო საქმიანობასთან. მე და ლიზა ვალდებული ვართ, რომ მეწარმეები ვიყოთ. როცა ახალგაზრდები ვიყავით, არ არსებობდა იმ ტიპის მსახურება, რის წამოწყებასაც ვაპირებდით. შესაბამისად, არავინ ყავდა სამაგალითო, რომ მის კვალზე გვევლო. გზა თავად უნდა გაგვეკვლია. სწორედ ამ მიზეზის გამო ბიზნესის სამყაროს მეწარმეები ყოველთვის აღძრავდნენ ჩემში რაღაც ისეთს, რაც ჩვენი მოწოდების უფრო კვალიფიციურ დონეზე კეთებაში მეხმარებოდა. თუ ინტერიერის დიზაინი გიტაცებთ, თავს კომფორტულად იგრძნოთ სხვა დიზაინერების გარემოცვაში. თუ ექიმი ხართ, სხვა მედიცინის მუშაკებთან საუბარის სტიმულს გაძლევთ. თუ მუსიკოსი ხართ, სხვა მუსიკოსები თქვენს ნიჭს აღვივებენ. შემიძლია დაუსრულებლად გავაგრძელო, თქვენი მონათესავე ადამიანების პოვნა დაგეხმარებათ ნიჭის მოძიებასა და უფრო მეტიც, მის გაღვივებაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არც ერთი პასუხი ზემომოყვანილ კითხვებზე არ უნდა იქნას მიღებული იზოლირებულად და ღმერთთან გატარებული დროის გარეშე, რომ იპოვოთ ის, რის საკეთებლათაც მოგიწოდათ. იმ მსახურთა უმეტესობისთვის რომ მომესმინა, რომლებიც ჩემი ჩამოყალიბების პროცესში რჩევებს მაძლევდნენ, რომელიმე ქალაქი უნდა ამერჩია და იქ ეკლესია წამომეწყო პასტორის რანგში. მხოლოდ მცირეც თუ შეეძლო ჩემსა და ლიზაზე არსებული გამორჩეული და განსხვავებული მოწოდებისა და ნიჭების დანახვა. მეორე მხრივ, იყო რამდენიმე ბრძენი ადამიანი, რომელიც დაგვეხმარა ჩვენს გულში არსებული მიმართულებების გაღვივებაში. განავითარეთ თქვენი ნიჭი. მოდი ყურადღება გავამახვილოთ ჩვენი საწყისი მუხლის მეორე ნახევარზე. თითოეულმა თქვენგანმა უნდა აიღოს საუკეთესო და შემოქმედებითი გზებით შრომის პასუხისმგებლობა თქვენს ცხოვრებაში. გალატელთა მიმართ მე-6 თავის მე-5 მუხლი, The Message თარგმანი. ღმერთმა თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ცხოვრების შენების პოტენციალი მისცა, რომელიც მისი სამეფოს მშენებლობას შეეწევა. თუმცა გარკვეულ პერიოდში ვაწყდებით ფაქტს, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ პოტენციალის ქონა, თუ მის რეალიზებას არ მოვახდენთ. რა სამწუხარო იქნება თქვენთვის და ჩემთვის, რომ ცხოვრების დასასრულს კიდევ გქონდეს რაღაც გასაცემი და ამას სრულად ვაცნობიერებდეთ. სამჯავრო ტახტის წინაშე დგომისას ენით აუწერელი ტკივილი მოგვიცავს, როცა გავიგებთ, რისი მიღწევა შეგვეძლო და უფრო უარესიც, რაზე გავლენას მოვახდენდით სხვათა ცხოვრებაზე, ღვთისგან ჩვენთვის მონდობილის განვითარებაში დაუდევრობა რომ არ გამოგვეჩინა. ახლავე გაითავისე, რომ მოკვდები ცარიელი ისე, რომ არაფერი გექნება მოტოვებული. ყველაფერს გადმოღრი, რაც შენშია და დაცარიელდები. ქვეყნიერება სჭირდება ის, რაც შენ გაქვს, ღვთისგან ბოძებული ნიჭები. იგავთა მე-18 თავის მე-16 მუხლში მოცემულია მეტად საინტერესო მიგნება ღვთისგან ბოძებული ნიჭების შესახებ. ძღვენი, ანუ ნიჭი, გზას უფართოებს კაცს და დიდ კაცთა წინაშე მიჰყავს. ნიჭი გზას აფართოებს თქვენთვის და მნიშვნელოვანი ადამიანების წინაშე მიჰყავხართ. გაფართოება სივრცის შექმნას ნიშნავს. სივრცე აქ ორი მნიშვნელობით არის გამოყენებული. პირველი, ნიჭი გაძლევთ სივრცეს, რომ თქვენი პოტენციალი გამოიყენოთ. აკავშირებს სივრცეს, სადაც ახლა ხართ და სადაც უნდა იყოთ. მეორე, ნიჭი გაძლევთ სივრცეს, რომ თქვენი ხვედრის ახალ დონეს მიაღწიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ყოველი წინსვლისას უნარების უფრო მაღალი სტანდარტი გესაჭიროებათ. და ისევ სოლომონი წერს. თუ შენს საქმეში გამორჩეული ნიჭი გაქვს, ამაღლდები და წინ წაიწევ. უკან არ ჩამორჩები. იგავთა 22 თავის 29 მუხლი ტიპიტი თარგმანი. გავიხსენოთ დავითი. 1 სამუელის მე-16 თავში ვხედავთ, როგორ აწვალებდა მეფე საულს ბოროტის სული იმის გამო, რომ უფლის სული განშორდა მას. შვების მისაღებად საულმა მსახურებს უბრძანა, რომ მასთან დახელოვნებული მუსიკოსი მიეყვანათ. ერთ-ერთმა ახალგაზრდა მსახურმა უთხრა: აჰა, ნანახი მყავს ბეთლემელი იესეს ძე, იცის ქნარზე დაკვრა. 1 სამუელის მე-16 თავის მე-18 მუხლი. დავითი არ იყო მხოლოდ ნიჭიერი მუსიკოსი, ის თავის საქმეში დახელოვნებულიც გახლავთ. რა იყო მისი ოსტატობის მიზეზი? მისი ნიჭი განვითარდა და ამრიგად სივრცე მიეცა მოწოდებაში წინსვლისთვის. შესაძლებელია თუ არა, რომ ბევრი ადამიანი თავის მოწოდებაში არ იზრდებოდეს იმის გამო, რომ მისი ნიჭები არ არის სათანადოდ განვითარებული. განსაზღვრავს თუ არა ჩვენი ნიჭის განვითარების დონე ჩვენი წინსვლის მასშტაბს. მოდით ტიმოთესადმი მიწერილ პავლეს სიტყვებს მიუბრუნდეთ, რაზეც წინა თავში ვილაპარაკეთ. ამჯერად მისი სულიერი შვილისადმი მიწერილ გამოსავალზე ვისაუბრებთ. ნუ გულვებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველების მეშვეობით და უხუცესთა ხელდასხმით.
ამაზე იბეჯითე, დაამუშავე და ამ ვალდებულებებს ჩაუკვირდი. მთლიანად მიუძღვენი შენი თავი, როგორც შენი მსახურება, რათა ყველასთვის ცხადი იყოს შენი წინსვლა. ტიმოთეს მიმართ პირველი წერილის მეოთხე თავი, მე-14-მე-15 მუხლები AMPC თარგმანი. რამდენი რამის სწავლა შეიძლება ამ სიტყვებიდან? ჩვენ ვაკვირდებით მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც წარმატებული არიან თავიანთი საქმიანობის სფეროში. ზოგჯერ ადვილია საკუთარი თავის გამართლება მათი წარმატების მიზეზების გამოცხადებით. ისინი განსაკუთრებული ნიჭით დაიბადნენ. რეალობა ის გახლავთ, რომ ისინიც თქვენნაირი ნიჭით დაიბადნენ, მაგრამ მისი განვითარება აერჩიეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ დავსწრებივართ მათი ნიჭის სრულყოფის პროცესს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ბეჯითად არ შრომობდნენ. როგორც წინა თავში აღვნიშნეთ, პავლე ტიმოთეს გაფრთხილებას იწყებს სიტყვებით, რომ არ უგულებელყოს ღვთისგან ბოძებული ნიჭი. ასე მაშინ ვიქცევით, როცა მას ყურადღებას დიდად არ ვაქცევთ. ტიმოთეს უთხრეს, რომ მისი წინსვლა ყველასთვის ცხადი გახდებოდა, როცა ნიშს სრულად განავითარებდა. ამის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა სიბეჯითით, დამუშავებით და ჩაკვირვებით. მოდი მოკლედ გამოვიკვლიოთ თითოეული მათგანი. სიბეჯითე, ანუ პრაქტიკა. სიბეჯითე მერიემ ვებსტერის ლექსიკონის თანახმად ნიშნავს გამუდმებით შესრულებას ან დამაოსტატებელ შრომას. პირადი ვარჯიში ჩვენს საჯარო გამოსვლას განსაზღვრავს, რადგან რაიმე შესრულება მხოლოდ ვარჯიშის დროს მიღწეულ დონეზე შეგვიძლია. ადვილია აღფრთოვანდეთ შესანიშნავი საჯარო გამოსვლით და მხედველობიდან გამოგრჩეთ წვრთნისა და მძიმე შრომის კვირები, თვები და წლები, რომლებიც წინოზღოდა გამუდმებული სიბეჯითის ამ დონეს. ადამიანის ქცევისა და პროდუქტიულობის მეცნიერებათა ექსპერტის თანახმად, რაიმე უნარის პროფესიონალურად დაუფლებისათვის საჭიროა დაახლოებით 10,000 საათის განმავლობაში ვარჯიში. თუმცა ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კეი ანდერს ერიქსონი უარყოფს ტრადიციულ შეხედულებას, რომ პრაქტიკა სრულყოფილების საწინდარია. პროფესორი ერთი ნაბიჯით წინ მიდის და აცხადებს, რომ 10,000 საათის მანძილზე ვარჯიში საკმარისი არ არის, თუ მიზნად გაუმჯობესებას არ ისახავს და მხოლოდ მოძრაობების გამეორებით იქნება წარმართული. მან ამ ტიპის ვარჯიშს მიზანმიმართული პრაქტიკა უწოდა. იგი წერდა: მოკლედ ასეთია მიზანმიმართული პრაქტიკა. გადით თქვენი კომფორტის ზონიდან, მაგრამ გააკეთეთ ეს კონცენტრირებულად ნათელი მიზნებით, მათი მიღწევისათვის საჭირო გეგმით და თქვენი წინსვლისთვის თვალის მისადევნებელი საშუალების გამოყენებით. სანამ საკუთარ თავს არ ვაიძულებთ კომფორტული დონისა და უნარის მიღმა მოძრაობას, ვერასოდეს გავიზრდებით. თუ მიზანმიმართულობას არ გამოვიჩენთ, საკმარისად კარგი დონის მიღწევისას კმაყოფილების დაუფლების საშიშროება დაგვემუქრება. ამის შემდეგ მხოლოდ დროის საკითხია, როდის გავხდებით ვარჯიშში დაუდევარი, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება ჩვენ საჯარო შესრულებაზე და მომავალ გამრავლებასაც დააბრკოლებს. თქვენი ძლიერი მხარის განვითარება განმათავისუფლებელია და არა შემზღუდველი. იგი ზრდის გამრავლების პოტენციალს. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა უგულებელყოთ სუსტი მხარეები ან ახალი უნარები არ ავითვისოთ. ეს ნიშნავს, რომ კონცენტრირებული ვიყოთ და მეტი ჩავდოთ იმ სფეროებში, სადაც ჩვენი პოტენციალი უდიდეს შედეგს მოგცემს. გირჩევთ ახალი უნარების შესწავლას, მაგრამ არა თქვენი მოწოდების სფეროს უგულებელყოფის ხარჯზე. აი დასკვნა. ზრდა ავტომატურად არ ხდება. ის მიზანსწრაფულობას მოითხოვს. სანამ თანმიმდევრულად არ ვივარჯიშებთ ნიჭებში დასაოსტატებლად, ვერასოდეს გავაცნობიერებთ ჩვენ სრულ პოტენციალს. სწორედ ამიტომ უნდა ვუერთგულოთ პირადი განვითარების საქმეს. ადამიანთა უმრავლესობა სურს დიდებული საქმეების კეთება ცხოვრებაში, მაგრამ ყველა როდი იჩენს საკმარის შრომის მოყვარეობას, რომ დიდი გახდეს. ვარჯიში საფასურს მოითხოვს, რომელიც დიდ საზღაურს წარმოშობს. დამუშავება. ვარჯიში პრაქტიკული უნდა იყოს, ხოლო დამუშავება უფრო საგანმანათლებლო. დამუშავება ნიშნავს განავითარო ან გააუმჯობესო განათლების ან წვრთნის მეშვეობით, უზრუნველყო ზრდა განვითარება. როცა სიტყვა დამუშავება გესმით, იფიქრეთ წვრთნა ინსტრუქტირებაზე. მითითებები მნიშვნელოვანი უნდა იყოს თქვენი ზრდა განვითარებისთვის, რადგან კონსტრუქციულ პრაქტიკასა და ხელმძღვანელობას მოიცავს, რასაც თავად ვერ მოახერხებდით. ვინც წარმატებას მიაღწია თავის ნიჭში, სხვებისგან წვრთნა და ხელმძღვანელობა მიიღო ამ პროცესის განმავლობაში. წვრთნელების შესანიშნავი მხარეა ის, რომ თქვენს პოტენციალს ხედავენ და ყველაფერს აკეთებენ მის გამოსავლენად, თუნდაც ეს თქვენს მიმართ სიმკაცრეს გულისხმობდეს. წვრთნა შეიძლება განხორციელდეს მენტორსა და აღსაზრდელის, მამისა და შვილის, დედისა და შვილის, მასწავლებლისა და მოსწავლის, მწვრთნელისა და საწვრთნელის ურთიერთობისას, შეგირდობის, სტაჟირების და არაპირდაპირი გზით, წიგნების, სხვადასხვა კურსებისა და რესურსების მეშვეობით, რომლებიც უხვად გვაქვს. თქვენი უნარების სფეროში განათლების მიღების სხვა გახლავთ ანალოგიური ნიჭის მქონე ადამიანებთან შეხვედრები. ისე ვიმეორებ, როგორც ზემოთ ვახსენე, რომ ეს მონათესავე ადამიანების პოვნას უკავშირდება. როცა მსგავსი ნიჭისა და ენთუზიაზმის მქონე ადამიანთა გარემოცვაში ხართ, თანამშრომლობისა და სიახლეების გამოცდის შესაძლებლობა გაქვთ.
1930 და 1940-იანი წლების დროს ინკლინგება წოდებული კრეატიული ადამიანების ჯგუფი ერთ-ერთი პაბის კერძო ოთახში იკრიბებოდა ოქსფორდის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ამ ენთუზიასტ ლიტერატორთა შორის იყვნენ კლაივ სტეპლს ლუისი და ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი. შეკრებების მიზანი გახდათ ჯგუფის წევრების დაუსრულებელი ნაწარმოებების კითხვა და კრიტიკა, რამაც ლუის ნარნიის ქრონიკების, ხოლო ტოლკინს ბეჭდების მბრძანებელის შექმნა შთააგონა. ლაპარაკობთ დიდებულ მონათესავე ტომზე. დაკვირვება ფიქრსა და სიღრმისეულ განხილვას ნიშნავს. ზრდა გარკვეულწილად დამოკიდებულია დროის გამოყოფაზე შეჩერებისა და შესასწავლ მასალაზე დაფიქრებისთვის. როცა პატიოსნად ვადევნებთ თვალყურს საკუთარ ზრდას და წინსვლისა და საჯარო შესრულების შეფასებისთვის დროს გამოვყოფთ, ადვილად ვამჩნევთ განსაკუთრებულ სფეროებს, რომლებსაც მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ან გაუმჯობესებას საჭიროებენ. ჩემი მეგობარი ჯონ მაქსველი თავის მსმენელს და მკითხველებს ხშირად ახსენებს, რომ გამოცდილება არ არის საუკეთესო მასწავლებელი, მაგრამ გამოცდილების შეფასება ნამდვილად კარგ შედეგს მოგცემთ. როცა წინსვლაზე ფიქრობთ, გაითავისეთ მწვრთნელებისა და თანატოლებისგან მიღებული რჩევები და ამასთან ერთად თქვენი ნიჭის გაუმჯობესებისა და გამოყენების ახლებურ გზებზე იფიქრეთ. საკუთარ თავსა და ღმერთს სწორი კითხვები დაუსვით. რის შეცვლა მართებს? რომელია ჩემი ზრდის უდიდესი სფეროები? რა მხარეებს უნდა მივაქციო მეტი ყურადღება? რა არის საჭირო, რომ ახალ დონეზე ავიდე? დაფიქრების დრო არასოდეს არ იქნება ფუჭად დაკარგული. უკან არაფერი მოიტოვოთ. და ბოლოს, ისევ ეწვიოთ პავლეს სიტყვებს ტიმოთეს მიმართ. ამაზე იბეჯითე, დაამუშავე და ამ ვალდებულებებს ჩაუკვირდი. მთლიანად მიუძღვენი შენი თავი, როგორც შენი მსახურება, რათა ყველასთვის ცხადი იყოს შენი წინსვლა. ტიმოთეს მიმართ პირველი წერილის მეოთხე თავის მე-14-მე-15 მუხლები AMPC თარგმანი. ყველაფერი, რაზეც ვიმსჯელეთ, მთლიანად დამოკიდებულია ღვთიური მოწოდებისა და ნიჭებისადმი სრულად მიწყვნაზე, რის საკეთებლათაც ისინი მოგვეცა. ჩვენი მოწოდება სრულ თავდადებას მოითხოვს. თუ მთელი გულით ვიმოქმედებთ ღვთისგან მონდობილ საქმეში, წინსვლა ყველასთვის ცხადი გახდება და ჩვენს პოტენციალს გავამრავლებთ. ყოველი ჩვენგანი ვალდებულია განკარგოს ნიჭები და საუკეთესო შემოქმედებითი მიდგომა გამოიჩინოს საკუთარი ცხოვრების მიმართ. ამ დროისთვის უკვე ვიცით, რომ ჩვენი ნიჭების განვითარების დონე განსაზღვრავს მოწოდებაში წინსვლასა და ნაყოფიერების გამრავლებაში მიღებულ დონეს. ამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს, რომ ყველაფერი გავიღოთ. მოდი უკან არაფერი მოვიტოვოთ და თავი წამოვიცარიელოთ, სრულიად გადავღვაროთ ღვთისადმი მოტანილი ძღვენის სახით. ეს სიცოცხლეა. სწორედ ამ შემთხვევაში ვიცოცხლებთ და გვექნება სიცოცხლე მთელი სიუხვით.